რა შუაში ერთმანეთთან ბენზოილ პეროქსიდი და ოფლის სუნი. არ გაგიკვირდეთ, მეც არ ვიცოდი. ვეძებდი დეოდორანტს, ჩემს საყვარელ დერმატოლოგს ვუყურებდი YouTube-ზე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ბენზოილ პეროქსიდი აქტიურად გამოიყენება ოფლის სუნთან საბრძოლველად და არაერთი ვიდეო შემხვდა ამ თემასთან დაკავშირებით. გონი ყველამ ვიცით, რომ იმ არასასიამოვნო სურნელს ოფლი კი არა ბაქტერია იწვევს და ზუსტად ამ ბაქტორიისგან ძალიან კარგად ასუფთავებს ტანს ბენზოილ პეროქსიდი. დიახ, მეც არ ვიცოდი, თავადაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ასახელებენ. გამოყენების წესი უმარტივესია, შხაპის მიღების პროცესში წაისვამთ ბენზოილ პეროქსიდის დასაბანს იღლიის ქვეშ, დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში გაიჩერებთ და ჩამოივანთ. ოფლის გამოყოფას არ უშლის ხელს, მაგრამ როგორც ირწმუნებიან, ის არასასიამოვნო სურნელი ნამდვილად აღარ აქვთ. სწავლას იბერემდეო, მე პირადად ვიცოდი, რომ ბენზოილ პეროქსიდს აქტიურად გამოიყენებდნენ აკნეს დროს, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იღლიდან სურნელის გასაქრობადაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროდუქტი. შენ თუ იცოდი ამის შესახებ, აუცილებლად დამიწერე კომენტარებში, ჩემი გვერდის გამოწერა არ გავიწყდება და რაც მთავარია, მოусმინე საკუთარ კაცს.